საზოგადოებრივ კავშირ გაგრის ორგანიზებით ევროპის მოედანზე გაგრის დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანია ქალაქ გაგრიდან დევნილი მოქალაქეების კონსოლიდაცია, მათი საყოველთაო ინტერესების დაცვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში აქტიური მონაწილეობის მიღება, ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლება, მშობლიური კუთხის წესჩვეულებების წარმოჩენა. მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე ღონისძიების მონაწილეები, მოეწყო სხვადასხვა აქტივობები, ნახატების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. გაგრის დავიწყება შეუძლებელია. მე მადლობა მინდა უთხრა ყველა გაგრელს იმისათვის, რომ მათ შეინარჩუნეს თავარი რაც არის ტოლვა გაგრისაკენ, აფხაზეთისაკენ, საქართველოსათვის. გაგრა როგორც იყო, ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე ჩვენი ქვეყნისა დარჩა და დარჩება მუდამ მომავალი ასეთი ზეიმი ჩვენ აღვენიშნოს გაგრაში. კარგი იქნება თუ გაგრელების ასეთ კარგ ინიციატივას აიტაცებდნენ აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლები და ჩვენ კი შევუწყობდით ამას ხელს. გაგრა ეს საქართველოს კარიბჭეა, ჩვენი ქვეყნის კარიბჭეა, ჩვენი სამშობლოსი. ამიტომ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, მაგრამ დღეს გამორჩეული დღეა, იმიტომ რომ შეიკრიბა გაგრელები. მე მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, მშვენიერი ზეიმი აჩუქეს თბილისს. გაგრა უნდა ახსოვდეს ყველა ქართველს მუდამ. დღეს გაგრის დღეა და ყოველ წელს ავღნიშნავთ ამ დღესასწაულს. ვთვლით, რომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა გაგრელი, ყველა ახალგაზრდა გაგრელი ერთმანეთს იცნობს, მეგობრობს და ძალიან კარგი ურთიერთობა ყალიბდება. გამოდიან პატარა გაგრელები, რომლებიც არ არიან დაბადებული გაგრაში, რა თქმა უნდა, თბილისში ან სხვა რაიონებში, მაგრამ მათ შესტკივად გული და რომ მკითხო ნებისმიერ პატარას, საიდან ხარ, იტყვის გაგრიდან ვარ, მე აფხაზეთიდან ვარ აუცილებლად. მე მინდა რომ გაგრაში დაბრუნდე. გაგრი ძალიან ჩემი დედიკა და მამიკო. მაინტერესებს როგორია ჩვენი ქალაქი. პირველ რიგში მინდა მივესალმო გაგრელებს, მივესალმო მთელ საქართველოს, მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დაბრუნდებით სოხუმში, გაგრაში და საქართველო გაერთიანდება მშვიდობიანად და იქნება წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო. საზოგადოებრივმა კავშირმა გაგრამ მადლობის სიგელი, საპატიო სიგელი, კავშირის საპატიო წევრის წოდება ღვაწლმოსილ გაგრელებს გადასცა. დღეს ჩვენ აღნიშნავთ გაგრის დღეს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი დევნილები ცხოვრობენ გასახლებულები არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, საზღვარგარეთ და ჩვენი საზოგადოება დღეს საზოგადოებრივი კავშირი გაგრა აღნიშნავს ამ დღეს. მოწადინებულია, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ის ურთიერთობები, რაც ქონდა გაგრაში, სადაც ადამიანები ქმნიდნენ კარგ ტრადიციებს, მეგობრობის, ურთიერთობის, ძმობის, სიყვარულის და ეს რო გადავცეთ ახალგაზრდებს. და ისინი დავაკავშიროთ და ამიტომ მართავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ბევრი აქტივობები გვაქვს. გაგრელები მუდამ შევიკრიბებით, ერთმანეთს ვაჩუქებთ სიყვარულს და ჩვენ ძმებსაც აქედან შევუთვლით. ჩვენ ერთი ვართ, ჩვენი ნათესაური და მეგობრული კავშირები ურყევი იქნება და ჩვენ მივახცევთ ერთად ვიზეიმებთ ყველა დღესასწაულს აფხაზეთში. დღეს ჩვენთან ერთად არიან სოხუმელებიც, გალელებიც, ოჩამჭირლებიც და სხვა აფხაზეთიდან გამოსული ხალხი, ასევე ჩვენი მასპინძლები, თბილისელებიც აქ იმყოფებიან. ჩვენ დღეს ტკივილის გვაქვს და მეორე მხრივ სიხარულის გვაქვს იმის, რომ ერთმანეთს ვხედავთ. დღეს ჩვენ გავიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც გაგრის დაცვის დროს დაიღუპნენ და ჩვენ მაგათ სახელებს არასდროს არ დავივიწყეთ. ვეცდებით, რომ ყოველთვის გავუსვათ ხაზზე მათ გმირობას, იმიტომ რომ მათ ყველაზე ძვირფასი თავიანთი ცხოვრება გაიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. იმედი მაქვს იმის, რომ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებიც ნახავენ ამ დღევანდელი დღის ზეიმს აქ თბილისში და მოვა მალე ის დრო, როდესაც ერთად ვიცხოვრებთ ერთიან გაბრწყინებულ და ბედნიერ საქართველოში. ვიკრიბებით გაგრელები,
ეს არის მორიგი შეხვედრა და წელიწადში რამოდენიმე გზის აღვასრულებთ ამ წესს, უკვე ტრადიციად ქცეულს. ძალიან დიდი სიხარულია, როდესაც ამდენი გაგრის მკვიდრი ერთმანეთს ხვდება. ამას საფუძვლად უდევს ის, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს გაცნობიერებული გაგრის მნიშვნელობა, როგორც განუყოფელი ნაწილის საქართველოსი და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გაგრას, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გაგრელებს და იმ ძირწველ ტრადიციებს, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ დედაქალაქში. გაიმართა კონცერტი ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი გაგრელებისა და საზოგადოებისათვის ცნობილი მომღერლების მონაწილეობით. Siciliano,